მოგესალმებით. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. დღეს ბევრი მოთქმა არის იმ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ დასავლეთთან თუ აღმოსავლეთთან, როგორია მათი ტრადიცია, კულტურა, ცივილიზაცია, განვითარების ფორმები. მრავალი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია სწორედ დასავლეთიდან არის წარმოსული, გარკვეულწილად ესეც არის. ზოგიერთი პირიქით მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთიდან და მისტიური რელიგიებიდან მოდის ჭეშმარიტება. მოკლედ, არსი ერთი და იგივე რჩება, მაგრამ მთავარი სათქმელი კი ჩვენი ის გახლავთ, რომ მართლმადიდებლობა ამ ორ მსოფლმხედველობაზე მაღლა უნდა იდგეს და ესეც არის. ჩვენ ღრმად გვწამს და მიგვაჩნია, რომ დღეს თანამედროვე სამყარომ გარკვეული სახეცვლილება მიიღო, მაგრამ უფრო მეტად ის წარმართული, კერპთაყვანისმცემლური სულისკვეთება ამოძრავებს, რომელიც ოდითგანვე არსებობდა კაცობრიობაში. ეს ეხება როგორც დასავლეთს, ასევე აღმოსავლეთსაც. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე სამყარო ეს არის თანამედროვე წარმართების აღორძინების ეპოქა და აი ამ თემაზე გვსურს ჩვენ განვახოთ ჩვენი საუბრები. ზოგი ფიქრობს, რომ წარმართობამ მოჭამა თავისი და კაცობრიობა ახალი ცივილური რელიგიისკენ და ფილოსოფიური იდეებისკენ იკვალავს გზას. ერთი შეხედვით მართლაც რასაერთო შეიძლება ჰქონდეს ხომ იმ ველურ წარმართობას და კერპთაყვანისმცემლობას ისეთ იდეოლოგიებთან და იდეებთან, როგორც ჰქონდა კანტს, მარქსს თუ ფროიდს თუ ნიცშეს, მაგრამ უამრავი ძველი და ახალი დროის სერიოზული მორალისტები და ღვთისმეტყველები შენიშნავენ, რომ აი ამ გარეგნული ფორმის მიღმა თანამედროვე კულტურა უფრო მკაფიოდ გამოხატავს წარმართულ შინაარს, ვიდრე ძველი დროის უხეში ფეტიშისტები და ეს რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ასე არის. ამიტომ ჩვენ დავისახეთ მიზნად სწორედ აი ამ საკითხის განხილვა და ვიტყვით, რომ თანამედროვე ადამიანმა არათუ აღმოფხრა წარმართული მსოფლმხედველობა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა და გააღრმავა იგი. ისმის კითხვა, რომ გვაუცებდეს უნდა ეს ამბავი, მაგრამ კაცობრიობის ყოფითი ცხოვრების ელემენტები, სულიერი ექნება ეს თუ მატერიალური, ოდითგანვე, რა თქმა უნდა, აწუხებდა ადამიანს და ცხოვრების ის კანონები, რომლებიც მაგალითად მოქმედებდა ძველ აღთქმის პერიოდში, აბრაამისა და სოდომის ეპოქაში, მოქმედებენ შემდეგ პერიოდებშიც, მაგალითად წმინდა იოანე კრონშტანტელის და ნიცშეს ეპოქაში, ასევე დღესაც მოქმედებენ ის თანამედროვე მართლმადიდებლობისა და იმ სამყაროს ეპოქაში, რომელშიც დღეს რეალურად ჩვენ ვიმყოფებით. და დავაკვირდეთ და დავინახავთ, რომ ძველი წარმართული დროის ევოლუციურ განვითარებას და თანამედროვე აი ამ ევოლუციონიზმს შორის აღმოვაჩენთ რაღაც საერთოს. ადამიანმა განვითარება, როგორც ადრე ამბობდნენ, თუ ცხოველური ბუნებიდან დაიწყო, თანდათან თავისი შრომით თითქმის ღვთაებამდე ამაყდა და ეს იყო როგორც წარმართული კერპთაყვანისმცემლობის იდეები, ასევე ეს გახლავთ თანამედროვე უფრო დარვინისტული მაგალითად იდეები და ბიბლიური მსოფლმხედვით კი სულ სხვაგვარად არის ვითარება კაცობრიობაში. ადამიანმა ესე იგი დაიწყო სრულყოფილებით, ის შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა, შემდეგ მოხდა მისი დაცემა. და მისი მომდევნო ისტორია ნამდვილად არის განუწყვეტელი ბრძოლა, ჭიდილი აი ამ სულიერი არსებობისათვის, ჭეშმარიტების დაცვისათვის ერთის მხრივ
და მეორე მხრივ ის ველური კერპთაყვანისმცემლობის თაყვანისცემა, რომლებიც ხვალ იყო სხვადასხვა სახითა და ფორმით ოდითგანვე კაცობრიობაში. და წარმართობამ პავლე მოციქულმა ამგვარად შეაფასა, რომ ის არის ქმნილების ღმერთების სურვილი. თუ რომელ ქმნილებას მიიჩნევდა ადამიანი ესეთ ძალას და რომელიც არის ვითომ შემოქმედი და შემქმნელი დამოკიდებული იყო ადამიანის განვითარების ხარისხზე და ეს შეიძლება ყოფილიყო ან უხეში ქანდაკება ლითონისა თუ ქვის სახით ან სხვა ფორმით ჩამოსმული მისი ნაირსახეობობით, შეიძლება ყოფილიყო ბუნების თაყვანისცემა და თუ ადამიანის თაყვანისცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ჩვენ, დავინახავთ, რომ ეს შეცდომა, რომელსაც უშვებდნენ ისინი წარმართები, ერთი და იმავე დასასრულამდე მიყავდა ადამიანი, ანუ კერპთაყვანისმცემლობამდე. ანუ ეს არის ადამიანის ის გრძნობელობითი თუ გონებრივი ილუზიის გამოხატულება, რომლის დროსაც მაგალითად რომელიმე ქმნილეფადაკანი, ესე იგი, ეჩვენებოდა მას შემქმნელ ღვთაებად. აბრაამმა მამამთავარმა მაგალითად შეინარჩუნა ეს ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება, იმიტომ რომ მუდმივად ადიდებდა შემოქმედ ღმერთს და ცდილობდა დაეცვა ის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ღვთისაგან იყო მისთვის განცხადებული. წარმართება კი ვერ შეინარჩუნეს, ხო, ეს ჭეშმარიტი რწმენა და ამიტომ ღვთის შემეცნების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მათაც შეიცნეს ღმერთი, არ განადიდეს ის, არამედ პირიქით, რა კი არ განადიდეს, შესაბამისად ადამიანი სულ უფრო და უფრო შორდებოდა ჭეშმარიტებას, შორდებოდა ღმერთს, კარგავდა ამ ცოდნას ჭეშმარიტებისა და მიუტყოდა გრძნობელობითი თუ ნებელობითი თუ გონებრივი ამ ერთგვარი ილუზიონური ხედვისაკენ, საკუთარი ღვთაების შეთხვისისაკენ, რასაც ახორციელებდა ის. ასე გაჩნდა წარმართობა სამყაროში, მის მიერ შექმნილი ამ ფანტაზიის ნაყოფი ღმერთზე უფრო რეალური ეჩვენებოდა იმდროინდელ ადამიანს, ეს იქნებოდა როგორც მოგახსენეთ ქანდაკება თუ რაღაც ბუნება თუ განყენებული იდეა თუ საკუთარი პიროვნება. მის გაღმერთებას და გაკერპებას იწყებდა ადამიანი. ამდენად ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტი ეკლესიის არსებობას და თუ ქრისტიანულ სივრცეში სამყაროში ამ უხეშმა წარმართობამ რამოდენიმე ასეული წელი იარსება, ხომ? და შემდეგ ქრისტიანულმა რწმენამ ის ფაქტობრივად დაამარცხა ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლურ სივრცეში, ის წარმართობა შემდეგ უკვე ერესების სახით გამოვლინდა ქრისტიანულ სივრცეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერად, ესე იგი, ებრძოდა ჭეშმარიტებას. რა თქმა უნდა, ეს უფრო დახვეწილი, უფრო მზაკრული ფორმა გახდათ, რომელიც არც თუ ისე იოლად მოსაშორებელი ჭირი იყო. აი ასეთ ნიადაგზე განვითარდა კაცობრიობის კულტურა, ის ერთის მხრივ ქრისტიანობის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და დატოვა თავისი სერიოზული კვარი სამყაროში და დღესაც აგრძელებს თავის მისიონერულ ღვაწს. მეორე მხრივ ეს ნეოწარმართული შეხედულებებით აღსილი წარმართობა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ღებულობდა, ვიდრე ეს იყო ქრისტიანულ პერიოდამდე. და ისმის ასეთი კითხვა, რომ გააჩნია კი აი ამ თანამედროვე წარმართობას რაიმე ახალი ელემენტები, რომლებიც არ არსებობდა ძველად, ან ხომ არ შეიცვალა რაიმე კომბინაცია უწინდელი ელემენტებისაგან განსხვავებით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამედროვე წარმართობა ისე როგორც ძველი გულისხმობს ქმნილებით შემოქმედის ჩანაცვლებას, ხედავთ, რომ ხანდახან აი ამ ცალკეულ შემთხვევებში იგრძნობა ოდნავ სხვაგვარი დაყენება აი ამ საკითხისა, ღმერთის დავიწყებისა და მისი ჩანაცვლებისა და აი ამ
განდგომის შეიძლება ვთქვათ საფუძვლები ამ ბუნებრივ ფსიქოლოგიური რა თქმა უნდა არის ერთი და იგივე. მაგრამ შეინიშნება რომ ის ქმნილება რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ღმერთი ნელ-ნელა გვევლინება თავად ადამიანი. არა ესე იგი უხეში კერპი, არა ბუნება იმდენად, არა იდეოლოგია, არამედ თავად გაღმერთებული, გაკერპებული ადამიანი. და მათი აზრით არა მარტო ღმერთი არ არსებობს, არამედ არც არაფერი სულიერი, რაც იმ ქვეყნიურ ცხოვრებას მოგვასწავებდა და მხოლოდ ამ ქვეყნიურიც ესე იგი ცხოვრობენ და საზრდოობენ ისინი, რომლის ბატონ პატრონი მათი აზრით არის ადამიანი, რომელმაც ყოველივე ცივილიზაციის საფუძვლები იქნება თუ სხვა რამ შექმნა თავად ყოველგვარი ღმერთის ჩარევის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ აი ამ წარმართობის ახლებული აღორძინების იდეა არა მხოლოდ მორალისტების აზროვნების სახე იყო, არამედ ფაქტობრივად ყველა გამოჩენილი ღვთისმეტყველი და წმინდანი აი ამას შენიშნავდა განსაკუთრებულად ბოლო დროის წმინდა მამები, როგორებიც არიან წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, თეოფანი დაყუდებული, იოანე კრონშტანტელი, თუ ღირსი იუსტინე პოპოვიჩი, თუ წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, მათ შესანიშნავ თხზულებებს თუ გადახედავს კაცი, დაინახავს აი ამ საოცარ კავშირს, რომელსაც ისინი საფუძვლიანად დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველობის დონეზე ასაბუთებენ, რომ სწორედ წარმართობა, ძველი წარმართობა განახლებ სახით არის შემონჭრილი ევროპასა და თანამედროვე ცივილიზაციაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ აღმოსავლურ კულტებში, რელიგიებში, რომლებიც ასევე დიდ პრეტენზიას აცხადებენ დღეს თავისი ცივილიზაციებით. მოდით წმინდა ნიკოლოზ სერბელის ანალიზით მოვისმინოთ, მისი ღრმა ანალიზის შედეგად ის ამბობს, რომ ყველა ამტკიცებს იმას, რაც ყველასათვის ცხადიაო, კერძოდ კი რომ დასავლეთის ხალხები უბრუნდებიან წარმართობას და მაგრამ მხოლოდ ცოტა თუ განასხვავებს ერთ წარმართობას მეორესაგან. ესე იგი, დასავლეთის ხალხები უბრუნდებიან არა აღმოსავლურ წარმართობას, არამედ სწორედ რომ დასავლურ წარმართობას, რადგან აღმოსავლურ წარმართობას ახასიათებს მაგალითად კაცრი ასკეტიზმი, მარხვა, სხვადასხვაგვარი ხორციელი ტანჯვა და ასე შემდეგ, დასავლეთის ხალხები კი აი ამ აღმოსავლურ წარმართობას რომ უბრუნდებოდნენ, მაშინ თვითონ სიმარხულებდნენ და ასევე დაიტანჯებოდნენ, როგორც იტანჯება ხალხი მაგალითად ინდოეთში, ტიბეტსა თუ ჩინეთში. მაგრამ ისინი აი ამ აღმოსავლურ წარმართებას კი არ უბრუნდებიან, არამედ იმ აღვირახსნილ თავაშვებულ დასავლურ წარმართობას, ანუ თავიანთი მოუნათლავი ევროპელი წინაპრების წარმართობას. და დასავლეთის წარმართობა იყო ხედავთ ჩვენ საკმაოდ სისხლიანი, სასტიკი, გარყვნილი, იყო თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ახსნილი და ავხორცული. ამას კარგად შენიშნავს წმინდა მამა და ამბობს, რომ თავიდან მაგალითად ბოლომდე ბერძნებისაც და იყო გარყვნილიო, შემდეგ უარესი იყო რომაელების ცივილიზაცია, კიდევ უარესია გერმანელებისა და ფრანკების და რა შეიძლებოდა სცოდნოდათ ბერძნებსო მარხვის შესახებ, როდესაც მუდმივად თვალწინ ჰქონდათ ოლიმპის ღმერთების გარყვნილება და ამითი საზრდოობდნენ ისინი და განა შეიძლება საუბარი რაიმე თავშეკავებაზე ყოფილიყო სასტიკი რომაელი კეისრების შემთხვევაში მაგალითად, რომლებსაც თურმე სასადილოების სიახლოვეს სპეციალური გულის ასარევი ადგილები ჰქონდათ, რომ შეძლებოდათ კუჭი დაეცალა და საჭმლისაგან და შემდეგ ხელახლა ესადილათ, ეს წარმოუდგენელი კერპთა ყვანისმცემლობაა საკუთარი კუჭისა და მუცელყურობა და რა მარხვისა და თავშეკავების წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს ფრანკი და ტევტონის ხალხების შემთხვევაში,
ეს არის ჩtildeოეთ დასავლეთის ხალხი მოგეხსენებათ, რომლებიც უნაგირის ქვეშ დაბეჭდილ უმხორცს ჭამდნენ და აი ეს დასავლეთის ქრისტესაგან მოცილება ნიშნავდა და ეს მოხდა სწორედ მე-11 საუკუნეში, ნიშნავდა სწორედ დაბრუნებას წარმართობასთან, მაგრამ არა ინდურ წარმართობასთან, არა ბუდისტურ წარმართობასთან თუ ისლამურთან, არამედ საკუთართან, როგორც მოგახსენეთ, დასავლურთან, რომელიც იყო სასტიკი თავისი ინკვიზიციებით და თავისი გარყვნილებით უსულოდა უნამუსო და ამას მოწმენი ვიყავით ვართ ჩვენ და თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, ამას კარგად დავინახავთ კიდევ. შემდეგ წმინდა მამა ნიკოლოზ ველიმინროვიჩი აი ამ დასავლურ წარმართობას ისლამურ და ინდუსურ ბუდისტურ წარმართობასთან შედარებასაც აკეთებს და ამბობს ესეთ რამეს, რომ ისლამი უეჭველად უფრო სულიერი და დასავლურ წარმართობასთან შედარებით უფრო მისტიურია, მისთვის ნაცნობია მარხვა, ლოცვა, ღვთისა და სულის ცნებები, მაგრამ ისლამიც და წარმართული დასავლეთიც ერთ რამეში გვანან ერთმანეთს, ეს არის მომავალი სამოთხის გაგება, მართალია ისლამს სამოთხეს ეცაში წარმოუდგენია და არა მიწაზე, განსხვავებით იმ წარმართული დასავლეთისა, რომელიც მხოლოდ მიწიერს და მატერიალურს ეთაყვანება დღეს, რომელიც ოცნებობს მიწიერ სამოთხეზე და არა სამოთხეზე ზეცაში და მართლაც ეს ორი სამოთხე ბრწყალებში შეიძლება ითქვას არის, თქმა უნდა, ძალიან დაშორებული ტოპოგრაფიულად ერთმანეთისაგან, მაგრამ არსობრივად აბსოლუტურად ერთნაირებია, რადგან მუსულმანების და ევროპის სამოთხის წარმოდგენა, როგორც ხორციელი ცხოვრების სისავსე და ყველა ხორციელი ვნების სრულ დაკმაყოფილება, აი ესე არის წარმოდგენილი ამ ორივე მსოფლმხედველობასა და რელიგიას შორის. იმიტომ რომ დავაკონკრეტოთ, ისლამი ამბობს, რომ სამოთხეში ექნება ულევი, მატერიალური სიუხვე, ასევე ექნებათ მრძის მდინარეები, ღვინის, თაფლის, ეყოლებათ ქალწულები, რომლებთანაც ისინი ცხოვრებენ ბედნიერად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამავეს ამბობს, რა თქმა უნდა, დასავლელი თანამედროვე ევროპელი, რომელიც აღმერთებს ამ ქვეყნიურს, რომელიც აღმერთებს ცივილიზაციას, მეცნიერებას, პროგრესს და არავითარ შემთხვევაში ჭეშმარიტ ღმერთს. და მუსულმანები თავს იტანჯავენ აი ამ მარხვით, ლოცვით, თაყვანისცემით, დასავლეთი კი სულ ცრუ მეცნიერული აი ამ გამოკვლევებით და საზოგადოებრივი გადატრიალებებით ცხოვრობს. რაც შეეხება ინდოეთს და ტიბეტი, მათი სულისკვეთება ასევე აღმოსავლური, ღრმა აღმოსავლურია, ის იტანჯება თავის მისტიკაში, რადგან არც ზეციური და არც მიწიერი სამოთხისაც მას არ სჯერა. არამედ ცხოვრების აი ამ განადგურებისთვის პირდაპირ მიუტვის და ეს გარდასახვების ჯაჭვის შეწყვეტისაკენ არის ყოველივე მიმართული, რათა ცნობიერებასა და გრძნობების გათავისუფლება მოხდეს და საბოლოოდ ადამიანი აღმოჩნდეს ნირვანაში. და რადგან მათთვის ეს ცხოვრება არის მაია, ესე უწოდებენ, ანუ ტყუილი და სანსარა, ანუ მორევი, რომელშიც ადამიანები და ღმერთები არიან მოქცეულები. და ამიტომ გუატამა ბუდამ თავის დროზე გაბედა და თქვა, რომ მე მოვედიო, რომ ვიხსნა ადამიანები და ღმერთებიო. როგორც ხედავთ, მათ მსოფლმხედველობას აბსოლუტურად აკლია ჭეშმარიტი ორიენტირი. ეს არის უტოპიური რელიგია, რომელშიც არ არის არავითარი ნეტარებებზე საუბარი, მათი ღმერთებიც კი იტანჯება და მათი გამოხსნა ბუდამ უნდა მოახერხოს თურმე და ესეთი სავალალო მდგომარეობა მათ ცხოვრებაში. მართლაც არასწორად ესმით რელიგია და ღმერთის არსებობა და ჭეშმარიტება იქ და სადაც ითქვა ეს სიტყვები, მაგრამ არანაკლებ არასწორი და არანაკლებ დამახინჯებულია ეს მსოფლმხედველობა დასავლეთში, სადაც ამბობენ, რომ
ის სიამოვნე დაიჭირე წუთი, დაიჭირე მომენტი, რომ არ გაუშვა ის, რათა ეს ცხოვრება ბოლომდე განვლო, ესე იგი, მიწიერ მატერიალურ სიამტკბილობაში. ამას არ იტყოდნენ არა მხოლოდ ქრისტიანი ხალხი, ცხადია, არამედ წმინდა ნიკოლოზის აზრით ამას არ იტყოდა არც დახვეწილი ფილოსოფოსები, როგორიც იყო მაგალითად სოკრატე. და ეს დაიწყო ლაპარაკი ამის შესახებ ბერძნული ფილოსოფიის სიმახინჯეთ შერაცხილმა ეპიკურემ, მან თავს ნება მისცა, ეთქვა ეს სიტყვები, რომ აიღე დღისაგან ყველაფერი, რაც შეგიძლია, ისიამოვნე დღესო, რადგან ხვალ შეიძლება მოგვდეს ამუდამოდ, აიღე ყველაფერი, ყოველივე ახალი დღისაგან და ბოლომდე გამოწოვე იგიო. ეს არის ზუსტად ის წარმართობა, რომელსაც დაეწაფა თანამედროვე ევროპა, ეს არის ის სული, რომელიც არის ესოდენ მიუღებელი ჩვენთვის. და ვიტყვით ასევე, რომ წმინდა ნიკოლოზ სერბელთან ერთად, რომელიც ამხელს ამ დასავლურ და აღმოსავლურ მსოფლმხედველობებს, არარსებული და განუხორციელებელი მიზანია ისლამურ სამყაროში, რადგან ზეცაში არ არსებობს არანაირი ხორციელი და გრძნობითი სამოთხე. არარსებული და განუხორციელებელი მიზანი აქვს ასევე აზიურ სამყაროს, თავისი ბუდიზმით და ინდუიზმებით და იოგებით, ვინაიდან თვითგანადგურება არის დანაშაული და ნირვანა ეს არის ტყუილი და აბსოლუტურად არარაობაში ყოფნა, რაც ყოველად მიუღებელია. არარსებული და განუხორციელებელია ის მეცნიერული უღმერთო დასავლეთის მიზანი, ანუ სამოთხე დედამიწაზე, ასეთი სამოთხე არც აღთქმულია და არც ნაწინასწარმეტყველებია არსად, ის არ ყოფილა და არ შეიძლება იქნეს სამყაროში ჭეშმარიტების მომასწავებელი, რადგან მთლიანად ამ ქვეყნიურზე საუბრობს. კიდევ ერთი გარემოება იყო განსაზღვრელი აი ამ თანამედროვე წარმართობის ჩამოყალიბებაში, კერძოდ ევროპაში და საქმე ისაა, რომ ამ ექსპერიმენტალური მეცნიერების გამოჩენა, რომელიც სწორედ დაემთხვა იმ ეპოქას, როდესაც კათოლიციზმი და პროტესტანტიზმის გამოყოფა მოხდა, აქედან იწყება ეს იდეოლოგიური ბუმი და სწორედ რომ ძირითადად პროტესტანტულ სამყაროში მოხდა მათი აღორძინება და ეს პროტესტანტული სამყარო კიდე ყოფილი ბარბაროსული ტომების ტერიტორიაზე აღმოცენდა, მოგეხსენება გერმანიისა და ავსტრიისა და ესეთი ქვეყნები, კიდე უფრო ზემოთა ქვეყნები, რომლებიც ესე იგი ბარბაროსებისთვის დამახასიათებელი თვისებებით იყვნენ, რომლებიც უახლოეს წარსულში თაყვანს სცემდნენ ბუნებას და მის გამოვლინებებს და აი ამ საკითხებზე, ესე იგი ტაბუს მოხსნამ და ისინი განაწყო კერპების თაყვანისცემიდან მათი დამხობისაკენ გადასულიყვნენ, ანუ შესაძლოა კიდე შურისძიებისაკენაც კი, ეს არის ცნობილი ფენომენი, როდესაც კერპთაყვანისცემლობის უკიდურესობები ვლინდება და ერთი შეხედვით მათ აი ამ ძველი ბარბაროსული ცნობიერებიდან გამოსულნი არა მართლმადიდებლურ წიაღში, არამედ კათოლიციზმიდან პროტესტით გამოსული სამყარო ფაქტობრივად დაიწყო ჯანყი იერარქიის, სასულიერო იერარქიის წინააღმდეგ, დაიწყო ჯანყი ეკლესიის წინააღმდეგ, ზოგადად მისი ცნების, დაიწყო ჯანყი ასევე ხატების თაყვანისცემის წინააღმდეგ და ეს იყო ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდა პროტესტანტულ ევროპას და რომელმაც სწორედ რომ ერთი მხრივ ძველი კერპთაყვანისცემლობის დამხობით მოახერხა ის, რომ მან ახალი კერპთაყვანისცემლობა დაიწყო და ეს უფრო და უფრო მეტად გამოისახა სწორედ რაციონალურ აზროვნებაში, არა სულიერ აზროვნებაში, რომელიც ნელ-ნელა განვითარდა მათ წიაღში. და
აი ამ ტყიდან გამოსულმა ბარბაროსებმა ძველი რომაული და ბერძნული ცივილიზაციების კულტურულ მემკვიდრეობას შეეჯახნენ ოღონდ ქრისტიანობის ახალი შეფუთვაში, ახალი სახით, რასაც ქვია პროტესტანტიზმი და ორგანულად ასეთ მემკვიდრეობის გადაფასება და საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება ამ მოკლე პერიოდში, როგორც გამოჩნდა აი ამ ახალმოქცემულ ბარბაროსებმა ვერ შეძლო და შეუძლებელიც იყო ალბათ, მეცნიერება გახდა მათთვის აი ამ მოღვაწეობის ის სფერო, რომელშიც ბარბაროსების ეს ენთუზიაზმი და ენერგია იყო შერწყმული და მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ ესეთი მენტალიტეტი. ყოველივე ამან საკუთარი კულტურის ვარიანტის ჩამოყალიბებით დაასრულა, რომელშიც ბუნებრივია, უგულობელყოფილია ყოველი სულიერი ცხოვრების საფუძვლები, როგორც მოგახსენეთ, უგულობელყოფილია ეკლესიის ცნება, როგორც ღვთაებრივი ორგანიზმისა და ასევე სასულიერო იერარქია და მათი მსოფლხედვა მხოლოდ ლოგიკურ და რაციონალურ საფუძვლებზე განვითარდა. და ეს სწორედ აი ამან განაპირობა შემდეგ დასავლეთში ათასგვარი ექსპერიმენტალური მეცნიერებების ჩამოყალიბება, ისტორიის გაყალბება აი ამ მეცნიერულ საფუძვლებზე. ამან მოიტანა ისეთი იდეოლოგიების განვითარება და სექტების, რომლებიც იყო და არის დღესაც და ამრიგად აი ამ ჰუმანიზმის ყალბი მეცნიერების საფუძვლებზე აღმოცენდა ახალი დროების რელიგია, ახალი კერპთაყვანისმცემლობა, რომელშიც ადგილი არ ქონდა ღვთაებრივსა და ჭეშმარიტს. ეს იყო პირველ ყოვლისა იდეოლოგიების სახით განვითარებული დარვინიზმი, რომლის მორიგი მითი იყო, რომ მისი ცრუ იდეოლოგიების კასკადში, რომელმაც ჩამოაყალიბა საოცარი ხედვა, რომ თითქოს ადამიანი ნელ-ნელა პროგრესირებდა და მაიმუნიდანიშვა და მერე თვითონ მოახერხა საკუთარი ძალისხმევით გამختارიყო ცივილიზებული ადამიანი და ამით ვიცით ჩვენ რომ დაიწყო მან მაიმუნი და დაამთავრა შემდეგ უკვე გამკერპებული, გაღმერთებული ადამიანის ჩამოყალიბებით. იგივე იდეოლოგიას ეფუძნებოდა და ეფუძნება ასევე მარქსიზმი თავისი იდეოლოგიით და თეზით, სადაც ამბობს, რომ კაცობრიობა და საზოგადოება თვით განვითარების შედეგად მოხდა ეს მისი ცივილიზებული განვითარება და არა ღმერთთან კავშირით და მესამე ვეშაპი, რომელიც აი ამ ევროპულ სულისკვეთებას ანადგურებდა და ებრძოდა უდაოდ არის ფროიდიზმი, რომელმაც უკვე არა დოგმატურ, არამედ ზნეობრივი კუთხით დაგვანახა ჩვენ, რომ თურმე ადამიანი არის მთელი მისი ცხოვრება არის სექსუალური არსი და მეტი არაფერი, სწორედ ფსიქოანალიზი და მისი ეგრეთ წოდებული სწავლება ლიბიდოზე გახლავთ აი ეს დამახინჯებული ფსიქიკის მატარებული ადამიანის შეხედულება, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ევროპის სულისკვეთების ჩამოყალიბებაში და ამდენად დღეს, როდესაც გვეუბნება ჩვენ მავანი, რომ თითქოს და დასავლეთმა აი ამ ცივილიზაცია უნდა გვასწავლოს ჩვენ მართლმადიდებლობას გულისხმობ მართლმადიდებელ ქვეყნებს, მაშინ გადავხედოთ ჭეშმარიტ საფუძვლებს, რა საფუძვლებზე აღორძინდა თანამედროვე ცივილიზაცია ევროპაში და შემდეგ გადავხედოთ რა საფუძვლები აქვს ის ურყევი საფუძვლები მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც არასდროს ფიქრობს, რომ ჩაანაცვლოს ის აი ამ დროებითი სულისკვეთებით, რომელიც მუდმივად იცვლება. ამრიგად აი ამ მსოფლმხედველურ ფუნდამენტებზე აღმოცენდა თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობა, რომლის ტაძარი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში არის თავად ადამიანი და ამ კერპს ეთაყვანება თანამედროვე ადამიანი დღეს გამალებით, მთელი თავისი სულითა და გულით, მთელი არსებით, ზუსტად ისე, როგორც ეს მართებულია ღმერთთან მიმართებაში, ღვთის თაყვანისცემასთან დაკავშირებით. ამრიგად, ეს სოფხედველობა ყალიბდება დღეს ძალიან მკაფიოდ, ჩვენ
სწორედ ამიტომაც საუბრობთ ამ თემებზე, რომ თანამედროვე ქრისტიანმა კიდევ უფრო ღრმად ჩახედოს აი ამ საკითხებს და დაინახოს მისი არსი, რომ ის მთლიანად არის ანტიქრისტიანული. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი კანდიდების უმაღლეს საფეხურზე სწორედ ანტიქრისტე იქნება ის, რომელიც გამოაცხადებს თავს ყველაზე დიდ ღვთაებად, ღმერთად, კერპად და გაილაშქრებს ყოველი რელიგიის წინააღმდეგ და საკუთარი თავის თაყვანისცემის მოითხოვს ადამიანებისაგან და აი ესეთი გაღმერთებული ადამიანი ნამდვილად ეშმაკს გვაგონებს და პირველი ადამიანის სათთური იყო მოგეხსენებათ იქნებით ვითარცა ღმერთნიო, ესე უთხრა გველმა ადამს და ევას და თანამედროვე სამყაროსა და ცივილიზაციის ლოზუნგი სწორედ ეს გახდა, ვიყოთ როგორც ღმერთებიო, ძველი დროის წარმართი გაცილებით უფრო მოგზალებული იყო თავის აი ამ კერპთაყვანისმცემლურ დამოკიდებულებაში, ვიდრე ეს ამას აკეთებს თანამედროვე წარმართობა, ვინაიდან მათ არ ქონდათ, ვერ გრძნობდნენ საკუთარ თავზე ვერანაირ ძალაუფლებას, ისე როგორც ამას აკეთებს დღევანდელი კაცი, ის არა ბუნებას და არც ეშმაკს, არამედ საკუთარ თავს მიიჩნევს უმაღლეს უგზნაეს არსებად და შესაბამისად მას რა თქმა უნდა აღარ უჩანს თვალში არც ღმერთი და არც სხვა რაიმე გარდა საკუთარი თავისა, საკუთარი აზროვნებისა, იდეებისა, იმ ცივილიზაციისა, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა იქნება დამარცხებული. როგორც ეს მოხდა ბაბილონის დროს, როგორც ეს კერპთაყვანისმცემლობა ხდებოდა სხვადასხვა ეპოქებში და ღმერთმა არ დაუშვა ადამიანის განდიდება, ის წადილი, რომელიც მასში იყო და მუდმივად ეს ჭამჭიდილში ადამიანი ზოგი პოულობდა ჭეშმარიტებას, ზოგი კიდე მარადიულად იყო წარწმენდის გზისკენ მიმართული. ღმერთმა დაუგლოცო შეგვიწყალოს და მოგცეს გარჩევა, ანალიზი ფასეულებოთა გადაფასების ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დავინახოთ რა არის ჭეშმარიტი გზა, რა არის ჭეშმარიტი ცივილიზაცია და რა არის წარმართობა შენიღბული ცივილიზაციის სახით, პროგრესის სახით, რომელიც სულ უფრო და უფრო